Paradise Lost. ბიჭები ბრიტანეთიდან მოვიდა ჩემთან doom metal, goth metal, death metal-ი. სიმღერით Don't Belong. ვინც არის ეს ბენდი, ეხლა გაგახსნოთ ძალიან მაგრები არიან, let's go. კიევში ჩატარებული კონცერტია, სხვას ვერ მივაგენი, ერთადერთი ლაივი აღმოაჩინე წესივრად ჩაწერილი. Betray. Oh, when I've gone, you'll turn to me. When I've gone. Need a little understanding for all I've done. In another situation I don't belong. როგორი არის? რაღაცა ბრიდან წამოსულია რა. გამომწონს იცით აი დუმში, goth metal-ში და death metal-ში, ნუ goth metal-ში უფრო აი რომ კლავიშს და სიმფონიას იყენებენ ძალიან აქტიურად და ძალიან უხდება რაღაც ისეთი მისტიურს და უფრო სიღრმისეულს ხდის და თავის ფილოსოფიაზე ვეშს ძალიან მარტივი კომპოზიცია, სულ რამოდენიმე აკორდია, მაგრამ კარგად ხარ მიგნება რა. არც ეს სოლო არ არის დიდი რამე, მაგრამ ნუ ესეთი უნდა იყოს. ზარები ძალიან აქტიურია ეს მეტალში, ზარის გამოყვანება. ესეთი არის რა თქმა უნდა. დიახ, მოვიდა Paradise Lost-ი ჩვენთან და თავის ჩასატარებელი ჩაატარეს ბიჭებმა. მოგლედ ვთქვათ ახლა ორი სიტყვა 1988 წელს ინგლისში ჩამოყალიბებული ბენდია და მას მერე მხოლოდ დრამერი შეიცვალეს ერთხელ ფორმირება რომ მოხდა იმ შემადგენლობით არიან დღემდე 2 მილიონი ალბომი გაყიდეს ძალიან მალე პირველივე როდესაც გამოუშვეს იმდენად სწრაფად პოპულარული გახდა ეს ბენდი goth metal-ი, doom metal-ი, death metal-ი ეს არის მათი მიმდინარეობა. მე ეს ბენდი აღმოაჩინე დაახლოებით 25 წლის წინ, დიახ, 42 წლის ვარ და 25 წლის წინ აღმოაჩინე და მალევე ასე ვთქვათ შევჯექი ამათ ვეშებზე. ეხლა ნახეთ, Don't Belong სიმღერა იცით როგორი, მე მაგალითად პლეილისტში მაგდა, როცა მანქანა მყავდა, მანამ ლიზინგი წამართმევდა გზაში დილით განწყობას ამ სიმღერით ვიქმნიდი. იცით როგორი სიმღერაა? მით უმეტეს აი ეს მის ამღერში რომ მიდის რა I don't belong აი მან რო არის აი სიმღერა იცით როგორი თითქოს
რაღაცის ამოღრიალება რო გინდა და ამოხეთქვა, თან ისე ადამიანობის შენარჩუნები და ჰუმანურად რო გინდა ეს გააკეთო, თითქოს ზუსტად აი ესეთია, აი ეს მისამღერი რა მონაკოჩი, აი ზუსტად ესე წარმოსათქმელია და აი ესე რაღაც სევდიანად ღრიალში გეხმარება, აი სევდიანად და სამართლიანად ამოღრიალებაში, ამოხეთქვაში. მართლა ესეთია ეს ვაში და მე ძალიან მუწონს, ძალიან მიყვარს და მახსოვს, როდესაც ერთ-ერთ ჩემს ძმაკაცს მოასმენინე, გაგიჟდა გადაერია, ეგრევე წამართვა დისკი, ნუ მაშინ დისკები იყო და შენო ეს თვითონ ხაშურში ცხოვრობდა. შენო თბილისში რო ჩახვალ, კიდე მიხედავ ეს რა არისო, თუ აი ამას ვეძებო რა, ბევრ ამას უსმენდა, ლიმბისკიტი, ლინკინ პარკი, მეტალიკა და თითქოს ვერ პოულობდა და აი ამით რაღაცა შვება იგრძნო. ნუ მუსიკას აქვს ეს თვისება, რომ გაპოვნინოს შენი თავი და შეგიყვანოს და გამოგიყვანოს სხვადასხვა მდგომარეობაში, სტრესი მოგხსნას, დეპრესია მოგიხსნას, ან თუ დეპრესიაში ხარ შეგიმსუბუქოს მით უმეტეს გოთ მეტალს და აი ამ მიმართულებას ძალიან აქვს ეს თვისება, მაგრამ ძალიან საფრთხილოც არის, იმიტომ რომ სიღრმისეულად შეტრევა იცის და მე უკვე რაღაცა მაკიაჟები და მთელი ამბები და ცოტა სხვა რამეში გადადიან, ემოები და რუჟები. მოკლედ ხო, ისი თქმა მინდა, მე არ ვიცი საქართველოში დღეს ვინ უკრავს დუმს, დეს, გოთ მეტალს, გლამ გოთს, ან თუნდაც გოთს, ან სიმფონიურ როკს. არ ვიცი დღეს რა ხდება მიმართულებით, მაგრამ Paradise Lost ნამდვილად არის ბენდი, რომელსაც უნდა უსმენდეთ თუ მოგწონთ ასეთი ჰარმონიკა. როდესმე ალბათ გვეღირსება ისეთი ძალიან ძლიერი ბენდების ჩამოყვანა, რომელიც ნამდვილად დენს გაატარებენ ჩვენს ძვლებში და სულს გამოგვიფხიზლებენ და ყურს მოგფხანენ და ტვინს რელაქსს მოუწყობენ. იმიტომ რომ ძალიან ტრალალალა, ტრულალა თუ რაღაცა როგორ არის, ტრალალელო ტრულალა, ხო? ეგეთი ბენდები ჩამოყავთ. ნუ კაი განზეროუზე არ ვიტყვი მაგას, მაგრამ განზეროუზეც არ არის ახლა ის რაღაც დრაივი და მეტალი ძვლები რო დაგიზანზაროს. მოკლედ ასე იცნობდეთ Paradise Lost, იგივე დაკარგული 64, ეს სიმღერა კი არის კონკრეტულად Don't Belong. Yeah.